თურმე ჩემს სურვილს აქვს მნიშვნელობა. მე ვინ ვარ და რა მინდა და მე ამასთან უშუალო შეხება მაქვს. მოლოტროპულ სუნთქვას ვატარებ. ჩემთან მოდიან სულ სხვადასხვა ტიპის ადამიანები. ისინი ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით მათ ეძლევათ საშუალება რომ ჩაიხედონ საკუთარ თავში, ანუ საკუთარ შინაგან სამყაროში და ეს ჩახედვა თავი დავანებოთ იმას, რომ ჰოლოტროპული სუნთქვა ფსიქოლოგიის ნაწილია და რომ იკურნებიან ისინი სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ავად ფსიქიური აშლილობებისგან თუ სხვადასხვა რაღაცეებისგან, ისინი სულიერად ვითარდებიან. ამას მე ვხედავ. მოდის მაგალითად ადამიანი, რომელსაც გონია, რომ ცხოვრება არის ის, რაც მას ასწავლეს, ის უნდა იყოს სანიმუშო გოგო, ვთქვათ სიტყვაზე. არის კიდევაც აკეთებს ყველაფერს ამისთვის, მაგრამ ცუდად არის. მისი სული სხვა რაღაცას ითხოვს, მაგრამ მან ეს არ იცის. და ჰოლოტროპულის მეშვეობით ის იყურება საკუთარ თავში, ენგრევა აბსოლუტურად ის წარმოდგენები, რომ უნდა იყოს ანიმუშო. ეს არის მთავარი. ხედავს საკუთარ შინაგან მოთხოვნილებებს, რომლებიც მან მთელი ცხოვრების მანძილზე დააიგნორა და უარყო. მოდის ამ მდგომარეობიდან და ხედავს, რომ ცხოვრება გაცილებით დიდი რამეა, ვიდრე სანიმუშო სხვებისთვის მოსაწონ ადამიანად ყოფნა. იწყებს აბსოლუტურად სხვა ცხოვრებას.